გამარჯობა, გადავწყვიტეთ, რომ ვისაუბროთ დაწყებითი განათლების შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებზე. სტუმრად მოვიწვიეთ განათლების სპეციალისტი მარიამ გოგავა. ვფიქრობ, რომ ეს პოდკასტი საინტერესო იქნება მშობლებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის და ზოგადად განათლების სფეროში მყოფი ადამიანებისთვისაც. მარიამი რაღაცნაირად შეეცდება, რომ მენეჯმენტის კუთხითაც შეგვახედოს ამა თუ იმ საკითხს, მასთან ერთად. მოვამზადეთ რამდენიმე საინტერესო სტერეოტიპი. მაგრამ ჩვენი წესები ასეთია, ამ გამჭვირვალე ქილიდან იღებ თითოეულ მათგანს და ვსაუბრობთ მეც პერიოდულად დაგისვამ კითხვებს, რაც მაინტერესებს და ვეცდები, რომ რაღაც საზოგადოების მხრიდანაც შევხედოთ ხოლმე თითოეულ თემას. მოკლედ, კარგი რომ აქ ხარ, ბევრი წელი ერთმანეთს ვიცნობთ და ის ერთ-ერთი ის ადამიანი ხარ, რომელიც ბავშვებთან ურთიერთობის დროს არის ძალიან ეთიკური, ძალიან სანდო, შენ თვითონაც გქონდა და მე მოდი გაქვს კიდეც ცენტრი, ხო? ქონდა. ხო, ქონდა და ეგეც ძალიან გულშემატკივრობდი მაგ დროს. და მოკლედ ბევრი წელი არის ხარ ამ სფეროში და სანდოა შენგან გაზიარებული ინფორმაცია. მადლობა ძალიან დიდი პირველ რიგში მოწვევისთვის. ასევე ვუყურებ ხოლმე თქვენს პოდკასტებს, რამდენიმე მაქვს ნანახი და გამორჩეულად საყვარელი რესპონდენტებიც მყავს, რომელთაც ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე და ძალიან კარგი დასაწყისი არის ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ესეთ თემებზე საუბრობთ, რომელიც არა მარტო რეგიონის, არამედ ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მადლობა ამ შეფასებისთვის. მოდი პირდაპირ დავიწყოთ, ბევრი თემა გვაქვს და მოვესწროთ. კი ბატონო, პირველი არის რომ თქვენ ათამაშებთ და როდის უნდა ასწავლოთ. ხო, ეს არის ხოლმე ძირითადად მოკლედ ფორმალური განათლების პროცესში, არაფორმალური განათლების მეთოდები, როდესაც შედის ხოლმე, ცოტა სკეპტიკური დამოკიდებულებაც შეიძლება გქონდეთ მშობლებს. მგონი ესე მესმის, ხო? კი, ხშირად არის ხოლმე, როცა მშობელი გეკითხება, რომ აი რა მეთოდით ასწავლე, აი რომელი მეთოდით გაქვს სწავლება სკოლაში ან ბაღში, თუნდაც შეიძლება ესეთი ნაწილიც იყოს. ჩვენ ვეუბნებით ხოლმე, ეს არის თამაშით სწავლება, განსაკუთრებით პირველ კლასში, მშობლები დავალებები რო სახლში არ მიაქვთ ხოლმე ბავშვებს, იმიტომ რომ საგაკვეთილო პროცესში მეცადინეობენ, ან დამატებით დროს მეცადინეობენ ხოლმე, ან თუ დავალებები მიაქვთ, იქ რომ ხედავენ რომ არ აქვთ ისეთი და რაღაცა იმდენი გამოსაწერი ან იმდენი სამეცადინო, რამდენიც თვითონ გქონდათ ან თვითონ ახსოვთ. პროცესში მე ვფიქრობენ იმას, რომ ჩვენ ბავშვებს არ ვაძლევთ და არ ვტვირთავთ და რაც მე თითქოს ვერ ისწავლის, რაღაცას ჩამორჩება ან ასე შემდეგ. ამ დროს ვუხსნით ხოლმე მშობლებს, ძირითად შემთხვევაში ეს არის თამაშით სწავლება. წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელიც სულ რაღაცა 3 თვის წინ დაამთავრა ბაღი, ეხლა შემოდის პირველ კლასში, არის სრულიად უცხო გარემოში, მისთვის უცხოა დამრიგებელიც, უცხოა ის გარემო, რომელშიც ფეხი შემოდგა, უცხოარი მისი კლასელებიც. სანამ იმას შეეჩვევა, ჯერჯერობით არის ეს დაძაბული ამ გარემოში შეიძლება ცოტა იტირო, შეიძლება ცოტა ინერვიულა, შეიძლება თქვას რომ არ უნდა რაღაცის კეთება და იწყება ეს თვით დამკვიდრების პროცესი, როცა კლასში ხვდება რომ აი ეხა ეს ჩემი გარემო არის, გარედანაც ესმის მშობლებისგან, ოჯახისგან რომ ეხა სკოლაში სიარული დაიწყო, შეიძლება ცოტა აჟიტირებაც ახდეს ამ ყველაფერს, თუმცა ამავე დროს არის ის რომ აი გარედანაც არის რომ ეხა შენ კითხვას ისწავლი, რაღაცა мотиваციაც მოდის. ხო, ანუ მაგ დროს მნიშვნელოვანია რომ ეს სწავლისადმი დამოკიდებულება შექმნა თამაშით. თუნდაც შეიძლება ვთხოვოთ, იმიტომ რომ ჯერ კითხვა არ იცის, რომ ვთხოვოთ, რომ აი მაგალითად გაფერადე რამდენი მარცვალია. ხო, ანუ გაფერადე ან დახატე შენი ოჯახის წევრები და მერე დავთვალოთ ერთობლივად. ამით ჯერ ერთი რომ ვასწავლოთ იმას, რომ გაგვაცნოს და პრეზენტაბელური იყოს, ანუ ეს პრეზენტაციის უნარების განვითარებაც არის ერთი მხრივ, რომ მერე გვაცნობს თავის ნახატს, ან მაგალითად თუნდაც იყოს ის, რომ გუნდურად ვამუშაოთ და სხვა მეგობარს გააცნოს. ან უთხრათ რომ თუნდაც შეიძლება გარემო დახატე სადაც ცხოვრობ, ან კლასი დაგვიხატე სადაც ახლა შენ სწავლობ. ანუ ნებისმიერი რამე შეიძლება არა მარტო ხატვა, ძერწვაც იყოს ამაში შესული, სადაც ეს თითების მოძრაობა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სადაც წერის პროცესზე გადავალთ, მნიშვნელოვანია ეს მოტორიკა მთლიანად დამუშავებული იყოს. ამიტომ კი ვთამაშობთ და ეს არის აუცილებელი პროცესი. როცა მშობელი ამით მოდის და თითქოს უკმაყოფილოარი, მაქსიმალურად ვცდილობთ რომ აუხსნათ რომ ეს ბავშვია, მერე რომ გაიზარდა, მე რომ უკვე 6 წლის არის, მას ისევ თამაშის პროცესი აქვს და აუცილებელია რომ თამაშით ისწავლოს და მისთვის სწავლა სტრესული ფაქტორი არ იყოს. თუ ამას იგებენ სახში, რომ შენ სკოლაში გათამაშებენ და ეხა აქაც რაღაცას ჯღაპნი ან რაღაცა მთელი ამბები, მე ხშირად ხდება ხოლმე, რომ შეიძლება საკლასო გარემოშიც გითხრას, რომ ამას არ დავხატავ, ამას არ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე უკვე დიდი ვარ.
ეს აფერხებს ხოლმე მე ურთიერთობას მასწავლებელსა და ბავშვს შორის, იმით რომ რაღაცა დავალება არ სრულდება. მე გვიწევს იმაზე საუბარი, რომ ეს დავალება და უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ პროცესში მშობლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ კი ვთამაშობთ, ეს არის მნიშვნელოვანი და ამ პროცესში ვსწავლოთ ბერს, თუნდაც გუნდურობას, თუნდაც პრეზენტაციის უნარებს, თვით გამოხატვის უნარებს, მე შემიძლია დავფიქრდე შემოქმედებით უნარებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელმაც, მასწავლებელმაც იცოდეს, რომ ამ პროცესში, როცა თამაშით ვსწავლობთ, უფრო მეტად ვსწავლობთ და უფრო მეტს ვსწავლობთ, სწავლობს ამ შემთხვევაში ბავშვი, ვიდრე მაგალითად ეხა დაჯექი და აი ეს გამოწერე 5 ფურცელი ან 1 ფურცელი და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სწორად უნდა გავიაზროთ და ამაზე სწორად უნდა დავფიქრდეთ როგორც ჩვენ მასწავლებლებმა, ასე უნდა დავფიქრდნენ მშობლებიც ამ პროცესზე. კი, ხშირად აი მასწავლებლების შემთხვევაში თუ კი ვთქვათ ამ თამაშით სწავლის მეთოდებს არ იყენებენ, ძალიან იღლებიან ბავშვები ასეთ გაკვეთილებზე და თვითონაც შედეგზე ვერ გადიან და ვფიქრობ ეს კარგი მეთოდია პირიქით და აბსოლუტურად სასარგებლო ბავშვისთვის. კი, სრულიად მისაღებიც არის რეალურად, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ კლასში სხვა აქტივობებით გამრავალფეროვნულ გაკვეთილებს თავაზობთ, ბავშვი ვერ გებულობს როგორ გავიდა ის 35 წუთი ან 40 წუთი, რომელიც გაკვეთილზე ზის. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია, რომ ისე შემოისწავლოს რამე, რომ ვერ მიხვდეს რომ ისწავლა. კი ბატონო, და შემდგომი პროცესებისთვისაც მეტი мотиваცია აქვს, იმიტომ რომ ის ყოველთვის რაღაც საინტერესოს ელოდება თავის გაკვეთილზე. კი, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ძალიან კარგი, მოდი შემდეგი ფრაზა ამოვიღოთ და აბა რა შეგვხვდება? საინტერესო ნაწილები შევარჩიეთ. შემდეგი ეხება რეპეტიტორებს. რეპეტიტორის გარეშე ჩემი შვილი ვერ ჩააბარებ და. ძალიან გრძნობიერი თემა არის ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, მშობლებისთვისაც, თვითონ ბავშვებისთვისაც და საერთოდ რაღაც ისტერიაში ვართ მე მგონი ამ ქვეყანაში. მოკლედ, რას ფიქრობ შენ როგორც განათლების სპეციალისტი ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენად საჭიროა, არ ვიცი როგორ სომკითხვა, საჭიროა, სასარგებლოა, საერთოდ რას გვაძლევს მე ეს განათლების სფეროში მყოფი ადამიანებს, თვითონ ბავშვებსაც, რომ სკოლის მიღმა ბავშვებს არაერთ საგანში სჭირდებათ მომზადება და ნუ მისდევენ კიდეც ამ გზას. გარდა ფინანსური რესურსისა, რომელსაც ხარჯავენ, დროის ამბავისა, მოკლედ რა არის ეს ეთიკურია, გამართლებულია, არისთვის გჭირდება? ხო, რეალურად ეს რეპეტიტორის ნაწილი სხვანაირად შეგვიძლია გავიგოთ. ეხლა როგორც დავუშვათ საქართველოში ხდება ის, რომ რეპეტიტორთან ამზადებენ, ან ბავშვები თითქმის სკოლაში არ დაყავთ და უმეტეს დროს რეპეტიტორთან ხარჯავენ, იმიტომ რომ უნივერსიტეტში ჩააბარონ. არის რაღაცა უფრო არასწორი მიდგომაც. იმიტომ რომ იმ საგნებს ვასწავლი და იმ საგნებზე არის კონცენტრირებული, რომელიც უნივერსიტეტში ჩააბარებინებს. აი ეს ნაწილი არის. მანდაც სხვა ტიპის დამოკიდებულება, ან სკოლამ გამოტოვა რაღაცა, ან ბავშვმა გამოტოვა და თავის დროზე ვერ დავეხმარეთ პროცესში. მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორი მოყვება წინ, რატომაც ან მინდა რომ კარგად ჩააბაროს, უბრალოდ ან მინდა რომ ესეთ უნივერსიტეტში მოხვდეს, რომელიც ღირებულია რა, სახელის თემაც არის. მოკლედ ძალიან ბევრი სტერეოტიპი აქვს ამ რეპეტიტორობას უკან. ერთ-ერთი მაგალითად რაც არის, ხშირად როდესაც აი თითქოს სკოლა გახდა მეორეხარისხოვანი, ხდება მეორეხარისხოვანი მაღალ კლასში და რეპეტიტორობა ხდება უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სკოლა შეიძლება გააცდინო, მაგრამ მასწავლებელი არა. და აი ეს ძალიან სამწუხაროა ხოლმე. თუ მაგალითად დაწყებით კლასებში ხშირად ჭირდებათ ხოლმე არის შემთხვევები, როდესაც მშობელი ამბობს, რომ მე დამატებით სახში ვერ მომეცადნებ და მაგალითად არ ყოფნის სკოლის ნაწილი და ჩვენ ვთხოვთ ხოლმე რომ შეგვიძლია ვიღაც დავახმაროთ პროცესში, მაგ დროს ჩვენვე ვითხოვთ, რომ გჭირდება დახმარება და იქნებ გარედან ვიღაცა კიდევ მივახმაროთ. მაგალითად ზაფხულის განმავლობაში ამ აქტივობებში შესაძლებელია დასჭირდეს დახმარება. ამ ნაწილში უფრო მასწავლებელი მხარდამჭერია, ის დამხმარე მასწავლებელი. თუმცა აი მაღალ კლასებში ეს პროცესი საერთოდ განსხვავებული ხდება და მე პირადად არ მივესალმები ასეთ რეპეტიტორის ასეთ ნაწილში ასეთი სახელის გაზრდას. იმიტომ რომ მე გამოდის რომ უფრო მეტად ვენდობი რეპეტიტორს, რომელთანაც მიმყავს და აღარ ვენდობი სკოლას, რომელშიც ბავშვმა 12 წელი გაატარა. და აი ეს ნაწილი ცოტა ისეთია, სენსიტიური და ცოტა მტკივნეულიც არის ამ პროცესში. და მე ხდება ისე რომ დავუშვათ
რომ არ მიმეყვანა ამ ადამიანთან ვერ ჩააბარებდა. ან ამ მასწავლებელმა ჩააბარებინა თითქოს ვუკარგავთ ბავშვსაც შრომას, რომელიც შეიძლება ჩაედო იმ პროცესში, როცა სწავლობდა. ამიტომ მანდაც ვარჩევთ ხოლმე რომელ მასწავლებელთან მივიყვანთ, ანუ მანდ არ ვარჩევთ რა მეთოდებით ასწავლის ის ადამიანი, ან როგორი ხერხებით ცდილობს ამ ბავშვს შეყვაროს რაღაცა მაგალითად ქართული, მათემატიკა, უცხო ენა თუ ასე შემდეგ, უფრო ვცდილობთ ვინ ჩააბარებინა, ვის მოსწავლებმა უფრო მეტმა ჩააბარა უნივერსიტეტში ამაზე ვკონცენტრირდეთ, იმიტომ რომ გვინდა რომ ჩვენი შვილიც მაგ პროცესში იყოს ჩართული. თუმცა ამ ხრივაც ბავშვი გადადის მეორე ფლანგზე და თითქოს რეპეტიტორს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. და ესეც არასწორია მშობლის მხრიდანაც. ამ დროს ბავშვის მოტივაცია სკოლაში სიარულის უფრო ნაკლები არის. იმიტომ რომ თითქოს იქ ვერაფერს ვერ სწავლობს და ამიტომ საგაკვეთილო პროცესშიც ნაკლებად ჩართულია და გაკვეთილების მომზადების პროცესშიც სკოლის გაკვეთილებს ნაკლებად ამზადებს. და უფრო მასწავლებლის გაკვეთილებზეა ორიენტირებული. ამიტომ აი ეგეც პრობლემა არის. ან შეიძლება მასწავლებელს არ მოусმინოს და იმ გაკვეთილზე რომელშიც ისაც ემზადება და ისაც სწავლობს, ანუ არ მოусმინოს და იქიდან ახალი აღარაფერი მიიღოს და სხვა რაღაცით დაკავდეს, ხო? ანუ მაგალითად თუნდაც მეგობრებთან საუბრით, რაღაცა თუ ტელეფონის ნება აქვს კლასში რო კონდეს ტელეფონში საუბრით, ან უბრალოდ არ მოусმინოს და გონება გაჩნდეს და საერთოდ სხვა რამეები აკეთოს. თავის რომ მასწავლებლებსაც ვფიქრობ, რომ ხშირად ხელს უშლის კი, ეს პროცესი, იმიტომ რომ როცა მან იცის, მაგალითად კლასში 20-25 ბავშვი ზის და ძალიან რთულია და კოლოსალური შრომა სჭირდება მასწავლებელს, რომ კლასი ძალიან კარგად მართოს, კარგი გაკვეთილები ჩაატაროს, მაგრამ მან იცის, რომ რა ვიცი, საღამოს, მაგალითად ეს ბავშვი მასთან მივა სახლში და იქ უკეთესად განუმარტავს ეს ერთ-ერთზე, ან რა ვიცი, 5 ბავშვზე ერთად. და მგონი რომ მასაც მასწავლებელსაც რაღაცა мотиваცია ეკარგება, რომ კარგი ხარისხენი გაკვეთილები ჩაატაროს და საბოლოო ჯამში მთელი ეს პროცესი ზიანდება, რასაც განათლების მიღების პროცესი ქვია და რასაც სკოლა უნდა აძლევდეს ბავშვს, ხო ესეა? კი, ამ ეტაპზე ესეც არის. კი, რა თქმა უნდა, მასწავლებელსაც ახდენს გავლენას, მარტო შეიძლება ის არის, შეიძლება ის ბავშვი სხვაგანიც ემზადებოდეს. და აი ეს ფიქრიც ემზადებოდეს რაღაცნაირად იმ მასწავლებელს, რომელიც კლასში ყოველდღე უზის, რაღაცნაირად აღარ თვლიდეს ავტორიტეტად, ხო ესეა? რა თქმა უნდა, ამიტომ რომ ეგრე იყოს. კი, ამიტომ შეიძლება რომ იყოს თან ახსნის სხვა მეთოდი არსებობს, ახსნის სხვა ფორმები არსებობს, სწავლების სხვა ფორმები არსებობს. შესაბამისად შეიძლება რაღაცა ერთი საკითხი მე სხვანაირად აუხსნა, რაღაცა კლასში მომუშავე მასწავლებელმა სხვანაირად აუხსნას და აი ესეც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ხოლმე ბავშვზე. დაბალ ასაკშიც და მაღალ ასაკშიც. ანუ რაღაცა მასწავლებელს რომ ეს ავტორიტეტი ეკარგება, მე იმას აი კლასში შესვლის мотиваცია ნაკლებად აქვს და კლასში შესვლა შეიძლება მისთვის გახდეს როგორც მოვალეობის მოხდის ნაწილი. ეს მგონია რომ არ არის რაღაცა მასწავლებლობის მინუსი, ეს არის უბრალოდ ადამიანური ნაწილი, რომ აღარ მინდა, ანუ იმიტომ რომ არ მისმენენ, იმიტომ რომ მე რაღაცა უკანა მერხზე მომუშავე ბავშვების გაჩერება მიწევს, ან რაღაცა ანუ ახსნის პროცესიც მეწელება. ამიტომ აი აქ მნიშვნელოვანი არის რომ მშობელს ჩემს მიმართ კონდეს ნდობა როგორც მასწავლებლის მიმართ, რომელიც აკეთებს ყველაფერს საკლასო გარემოში და თუ მას დამატებით ვამზადებ, უნდა აღვიქვათ რომ ის დამატებითი მასწავლებელი, რომელიც არის უფრო მხარდამჭერია მთავარი მასწავლებლის და არა ხელისშემშლელი პროცესში. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არის ხოლმე ხშირად შეიძლება მოსწავლეებმა არ ისწავლონ კლასში მიცემული გაკვეთილები და მხოლოდ რეპეტიტორს მოусმინონ პროცესში. ეს დანაკლისი არის, როგორც ბავშვისთვის, ასევე იმ მასწავლებლისთვის და мотиваციას რა თქმა უნდა აგდებს. ასე არ ხდება ხოლმე, თუ სწორად წავიყვანთ პროცესს. მაგალითად, რაღაცა საკითხში ვერ მივყვები ბავშვს, ხო, დაწყებით კლასებში. მაგალითად, ინგლისურში, რომელიც შეიძლება არ იცოდეს მშობელმა, იმიტომ რომ თვითონ ან გერმანული აქვს ნასწავლი, ან ფრანგული აქვს, ან სხვა ენა აქვს ნასწავლი, ხო? და მივიყვანე მასწავლებელთან. აქაც სწორი მიმართულებით უნდა ავხსნა. მასწავლებელთან იმიტომ კი არ მივიყვანე, რომ შენი მასწავლებელი არ ვარგა სკოლაში. იმიტომ მიგიყვანე, რომ მხარდაჭერა გჭირდება. და ეს მასწავლებელი არის შენი მხარდამჭერი პროცესში, რომელიც გიხმარება კიდევ ცოტა მეტი იცოდე. ან საკლასო სიტუაციაში უფრო მეტად და კარგად გაერგვია, ხო? ანუ მე ბავშვს უჭერ მხარს ამ პროცესში და არა დავუშვათ მასწავლებლის ჯინაზე, არ ვაკეთებ ამას, ხო? ანუ ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ თავიდანვე პროცესში სწორი ჩართულობა გვექნება და სწორ ადგილზე დავეხმარებით, მერე უკვე მაღალ კლასებში აღარ იქნება საჭიროება იმისა, რომ თუნდაც მაქსიმალური ჩართულობა იყოს რომელიმე რეპეტიტორთან მივყვან და იმასთან გქონდეს მაქსიმალური ჩართულობა. რა იმისგან.
ასევე საფიქრებელია, რომ ტენდენცია არის უკვე ძალიან დაბალ კლასებში, რომ მეორე, მესამე კლასშიც უკვე ბავშვებს სჭირდებათ, ყოველ შემთხვევაში მშობლები წყვეტენ, რომ მიიყვანონ მასწავლებლებთან დამატებით და ვთქვათ ეს დავალებები გააკეთებინოს კიდევ სხვა. შეიძლება ეს არ იყოს ნამდვილად ის პედაგოგი, იმიტომ რომ ზოგიერთი პედაგოგი ამა თუ იმ სოფელში, მეზობელი სოფლიდან დადის და მაინდამაინც იქ ვერ მიიყვანს, მასთან ვერ მიიყვანს და რაღაც სხვას ეძებს ეს მშობელი. და მგონია რომ ბავშვი, რომელიც ისედაც დაბალ ასაკში მისთვის ძალიან სტრესულია განათლების პროცესი და უამრავი რაღაც სჭირდება მას, კიდევ დამატებით სკოლის მიღმა, როდესაც მიდის და ისევ განათლების პროცესში არის ჩართული, იმაზე მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე ეს ალბათ დღის განმავლობაში მას შეუძლია. ხო, მგონია რომ ბავშვი ძალიან ისტრესება და ძალიან ბევრი სიმძიმე აწვება მას. რთულია კი, რთულია ეს ნაწილი, თუმცა აქაც რეალურად სწორად ფორმულირება არის მისაწოდებელი ინფორმაციის. ანუ მე თუნდაც იმას სწავლობსგან, რას ველი ესეც უნდა ვთქვა, სწორედ მე შევარჩიო ის მასწავლებელს. ყველას რეალურად, აი შენც მეც, ხო? აი არ ვიცი, ვინ არ არის, ვინც პირველი მეორე კლასის მასალას ბავშვს ვერ აუხსნის, ხო? ანუ ყველას გონია, რომ პირველი მეორე კლასის მასალას რა უნდა, არაფერი. და მეოთხე კლასამდეც ბევრი ადამიანი შეუძლია თქვას, რომ მეოთხე კლასის მასალამდეც გავქაჩავ, არ არის პრობლემა. თუმცა ეგრე არ არის. იმიტომ რომ ამ ბავშვს სჭირდება თუ მას ვამზადებ მე და სხვა ადამიანთან მიმყავს, რომ მოემზადოს სხვა საგანში, თუნდაც აი იმენა დააწერინოს დავალებები, ჯერეთი რომ არ უნდა დააწერინოს. ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა, მაგრამ მეორე არის ის, რომ იმ მასწავლებლის როლი, ამ შემთხვევაში დამხმარე მასწავლებლის როლი არის ის, რომ დააწყებინოს და ასწავლოს კულტურა მეცადინეობის. რომ აი დავუშვათ ის, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს, რომ დაიწყოს მათემატიკის მეცადინეობას, მათემატიკა უნდა დაასრულოს. მაგრამ მაგალითად ქართულის მეცადინეობას, ქართული უნდა დაასრულოს. შუაში შესვენებებით, რომ ამის შესაძლებლობა და უფლება აქვს მას. და ამავე დროს დამატებითი აქტივობებით, რომელიც უნდა იყოს აუცილებლად სახალისო და მოძრავი. შეიძლება ესეთი აქტივობები, რომელიც ბავშვს დაეხმარება, შეიძლება ქართულია სწავლოს, მაგრამ რაღაცა ისეთი აქტივობით, რომელიც ბევრად უფრო მოძრავი არის და ბევრად უფრო აქტიურია, მაგალითად ბრუნვები, ძალიან სახალისო ხოლმე, მოძრავი თამაშებით სწავლების დროს. მეც მყავდა მოსწავლე, რომელიც მეოთხე კლასში იყო და რომელთანაც თამაშობდით ხოლმე, როდესაც რამეს ვერ საზეპიროთ ქონდა, ან ესეთი დამახსოვრების ნაწილი ქონდა, ძირითად თამაში ვთამაშობდით. იმიტომ რომ დაჯექი მოდი ხა ვისწავლოთ, ეს ყველაფერი არ ჭრიდა ისე როგორც თამაშით, ხან ბურთის გაგორებით ვიმახსოვრებდით, ხან ბურთის დარტყმით ვიმახსოვრებდით, ხან კინკილა მოძრაობით ვიმახსოვრებდით. ანუ აქ მნიშვნელობა იყო, რომ გვეთამაშა და პროცესში ენახა, რომ მეც ჩართული ვიყავი და არა მარტო თვითონ. ამიტომ სწავლის პროცესი ის არ არის მარტო რომ მომზადების პროცესი არ არის ის მხოლოდ რომ აი მე დავუჯდე იქ და ბავშვმა დაწეროს ეს ყველაფერი. აქ მნიშვნელოვანია ბავშვს გამოუმუშავო ის მომენტი, რომ ისწავლოს მეცადინეობის პროცესი რას ნიშნავს და აი ეს უნარჩვევა ჩამოყალიბეს თვით დასწავლის თვით დისციპლინის ნაწილი და თან თუ რაიმე არის ისეთი რომელიც გაცილებით უფრო რთული სასწავლია მისთვის, როგორ გავაადვილო პროცესი. ხან ბამბიქტონი გვითამაშია და ისე გვისწავლია მაგალითად ბრუნვა და ერთს თვითონ ასახელებ და ერთს მე ერთ თვითონ ერთს მე და მე ვცვლიდით მე თითოეულ ასოს მე თითოეულ სიტყვას ვაბრუნებდით მაგალითად არსებით საყელს. ხო ანუ ესეც მნიშვნელოვანი ნაწილი არის რომ თან თამაშობს და თან სწავლობს. ოღონდ აქაც სხვარია ბუნებრივად დასაცავი რომ რაღაცა 2 საათი არ უნდა ეჯდეთ ეს ყველაფერი არ უნდა აკეთო, ხო? მცირე შესვენებებით ეს ყველაფერი გამოდის. და ამ პროცესში ასწავლი იმას, რომ შენ 2 საათის განმავლობაში იმდენი რამე მოასწარი, ნახე, აი ამდენი რამე ვიმეცადინეთ ერთად. აი აქაც სწორი ინფორმირება მასწავლებლის რა მოლოდინი აქვს თომ მშობელს სწორედ უნდა იყოს განსაზღვრული, რომ მე მინდა რომ თქვენ ჩემ შულს დაეხმაროთ და რა მეცადინოთ. უნდა დაეხმაროთ პროცესში, რომ თვითონ შეძლოს და გააკეთოს. ამ დროს мотиваციაც და თვითწმენაც მაღლა მიდის. ხო, თავისუფლ მშობელმაც ალბათ უნდა გადახედოს ეს რამდენად საჭიროა და ძალიან მექანიკურად არ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რომ ბავშვი მიიყვანოს მომზადებაზე დამატებით მასწავლებელთან. ალბათ ძალიან კარგი იქნება მის პედაგოგთან კონსულტაცია გაიაროს და რაღაცნაირად ეს თუ ნამდვილად საჭიროებას წარმოადგენს, ასეთ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება. ხშირად არის რომ მშობლები თავდაცვის მიზნით
რაღაც თვითონ მოიფიქრებენ ხოლმე, რომ ასეა საჭირო და სემდროშ ბავშვს ტვირთავენ. ეს არის ხოლმე მაშინ თვითონ მუშაობენ და ვერ აქცევენ ყურადღებას, ეხა ყველა მშობელი დაკავებული ასე თუ ისე მაგ ნაწილში და ამიტომ თვითონ ვერ აქცევს ყურადღებას, ეს დანაკლისი უნდა რომ შეავსოს ხოლმე ამით, რომ თითქოს მის შულს არაფერი დააკლდეს პროცესში. რაღაცა მხრივ ადამიანური ფაქტორით რო შევხედოთ გამართლებული, გამართლებულია, თუმცა ხო საჭირო არის რომ ალბათ გავიაროთ რეკომენდაციები ან ეს ნაწილი მივიღოთ ხო მასწავლებლისგანაც და თუ ხედავთ რომ საჭიროება ნამდვილად არის, რატომაც არა. ოხონდ სწორი ფორმით და არა ისე რომ ვიღაცამ უნდა მოვიდეს და დაჯდეს და მამეცადინოს. ხო, მოკლედ შეგვიძლია რომ ამოვიღოთ შემდეგი სტერეოტიპი და გავაგრძელოთ საუბარი. შემდეგი თემას პრინციპში რაღაცა მხრივ შევეხეთ. სკოლაში სწავლა არასაკმარისია და აი ეს მხარდაჭერა რაც ხშირად ჭირდებათ ხოლმე. არის აქ უბრალოდ გვიწერია რომ საკმარისია, სკოლაში სწავლა საკმარისია. არის ხოლმე მშობლების კატეგორია, რომელიც მოიცავს გვეუბნება რომ მე სახლში არ ვამეცადინებ ბავშვს და მაგალითად არ ვუჯდები თვითონ აკეთებს. ან მაგალითად დამატებით რაღაცებს არ ვაკეთებინებ. ეს და სკოლას თხოვს აბსოლუტურად ყველაფერს. დამატებით რაღაცებს ითხოვს სკოლისგან. ეს კერძო და საჯარო სკოლებში თითქმის ერთ და იგივე ხოლმე, უბრალოდ კერძო სკოლებში გაცლებად მაღალი მომართვიანობა არის, ამ მხრივ უფრო მეტი შეიძლება რომ იყოს. არ არის სავალდებულო, რომ ბავშვი მაინც და მაინც როგორც დაუჯდეთ და აი მასთან ერთად დაშოთ გავაყოლოთ თითი და ვიკითხოთ ან მათემატიკის მეცადინეობის დროს მასთან ერთად ვიმეცადოთ. შეიძლება უბრალოდ გვერდზე ვეჯდე და მხარდაჭერას ვხდებდე და ვეუბნებოდე რომ კარგად გამოგდის. აი ის რომ აზუსტებს შენთან ინფორმაციას უთხრა რომ კი აი ნამდვილად ეგრეა, სწორია ყოჩახ. ანუ აი ეს რაღაცები შევუქოთ, ან პროცესი შევუქოთ. მცდელობები შევუქოთ, არ არის სავალდებულო ხოლმე, რომ ყველაფერში ახსნა განმარტებები არ სჭირდებათ, იმიტომ რომ იციან პროცესი. ერთი ესეც არის, მაგალითად პირველ კლასში მშობლებს ვთხოვთ ხოლმე ამბანის სწავლას რომ დაიწყებენ ბავშვები, რომ დავშოთ აი ქუჩაში რომ გაივლიან, ვთხოვოთ რომ აი ამოიცნონ ის ასო, რომელიც ისწავლეს. ყველა ასოს რო ისწავლიან, მე ვთხოვთ რომ აი ქუჩაში გავლის დროს აი მარკეტი რომ აწერია, აბა თუ წაიკითხავს. აი ესეთები ან მაგალითად ერთად მგზავრობენ, ან ერთად მისეირნობენ და უბრალოდ აზე და ასოზე დაწყებული სიტყვები დაასახელონ ერთად. ხან დედამ, ხან შულმა, ან მამამ, შულმა, ბებომ არ აქვს მნიშვნელობა. ხო, ანუ მაგალითად ბუზე დაწყებული, ან დამარცვლონ. დავუშვათ აი როგორ იმარცვლება ყვავილი და აი ასეთი რაღაცეები. ან მათემატიკის შემთხვევაში მაგალითად მაღაზიაში როცა შედიან, თქვათ, მშობელი, ან ბებია, ბაბუა და ბავშვი, რაღაცა იქ მისცეს შესაძლებლობა ან დაათვალოს გამოიან გარიშოს. ნებისმიერი რაღაცა, თუნდაც უბრალოდ დაიხმარონ პროცესში, ესეც ძალიან ეხმარებათ ბავშვს. ანუ ამ დროს იდეაში ბავშვი სწავლობს, მაგრამ თან ჩართულია ისეთ ცხოვრებისეულ ნაწილებში, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. აი ამ დროსაც გვეხმარებიან მშობლები. მე მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემს ოჯახში მცხოვრებ პირველ კლასელს, ეგრევე სტატოცა მანქანით გზავრობდით ხოლმე, თითქმის ყველა ასოზე ვაკეთებდით მაგას, რომ აი აზე რა იწყება, ბუზე რა იწყება, ესე იმიტომ რომ მე თავიდან იშლება, თავიდან გონიათ რომ ყველა სადაც ბურევია, ბუზე იწყება. და ჩათვალა რომ ხო, აი ეს ბაყაყი შეიძლება ყლზეც გითხრა რომ ბაყაყია, იმიტომ რომ ორი ყლ ხვდებათ კიდე, ხო? ამიტომ აი ესეთი რაღაცები ძალიან გავლენას ახდენს ხოლმე. ის ვერ ხვდება რომ შენ ასწავლის პროცესში გადაგყავს, მაგრამ თან თამაშით რაღაცებს გეუბნება. თან შეიძლება უთხრა რომ მოდი ხა შეიძლება შეჯიბრება არ მოაწყო მაინც და მაინც, მაგრამ ვინ უფრო მეტ სიტყვას დაასახელებს და ამაზეც აი ძალიან მოსწონთ ეს პროცესი თვითონ. ამიტომ კი მათემატიკაშიც ასევე ვთხოვთ ხოლმე რომ მაგალითად მარჯვენა მარცხენა მეტობა ნაკლებობის ნიშნებს. როცა ვასწავლეთ ხოლმე მაშინაც ვთხოვთ რომ აი ამაზე იმუშავეთ სახლშიც, რომ აი მარჯვნივ რომ წიგნიდევს ის მომაწოდე. აი შენს მარცხნივ რომ სალფეთით კიდევ შეგძლია მომაწოდა და აი მე მაქსიმალურად ცდილობენ თვითონაც ჩართულებიყვნენ პროცესში და უცებ ეს მარჯვენა მარცხენა შეიძლება შეეშხოთ, მაგრამ არა უშავს შეუსწორებ და შენც ეტყვი. რომ არა, განა მარცხნივ გითხარი, მარჯვნივ რო გითხარი, აი ის თუ შეიძლება. და ამით ჩვენც გვეხმარებიან მე უკვე საკუთრივ პროცესში. ხო, აი მინდოდა ზუსტად და კარგად ახსენე, რომ საბოლოო ჯამში მშობელი
ხდება მხარდამჭერი სკოლისა და რაღაცნაირად ეს ორი რგოლი არის ძალიან თანხვეტრეში ერთმანეთთან და ეს ბევრად კარგ შედეგს იძლევა, იმიტომ რომ თუნდაც პრაქტიკაში გამტკიცებას უწყობს ხელს ბავშვის სოდნისას, ხო? კი, რეალურად სამი რგოლი ყავს. საზოგადოებად ჩემოდის ამ ნაწილში, რომელიც საკმაოდ ისეთი არის სერიოზული რგოლი არის. დიდი გავლენის მოხდენა სკოლა, ხო, სკოლა, მშობელი და საზოგადოება. რასაც რეალურად იღებს მშობლისგან, როცა ახალ სისტემაში შემოდის ბავშვი, აი რა ემოციებიც მოაქვს ხოლმე მშობელს, ეს ემოციები გადმოაქვს ბავშვს სკოლაშიც. თუ ის ეტყვის, რომ შენ კითხვა არ შეგიძლია, ან რაღაცას ვერ გააკეთე სწორად, ან შეცდომებით დაუშვი, ან რაღაცა ვერ გაიგე, მაგ განწყობით ჩემოდის ბავშვიც. სკოლაში, ამიტომ ეს მიმართულებები ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად ვთხოვთ ხოლმე მშობლებს, რომ მხარდამჭერები იყვნენ ჩვენ ვეუბნებით, როგორ ვამეცადინოთ და თუ გადაიტანენ იდეალურ შედეგს ვხებულებთ. და თუ არ გადააქვთ ხოლმე, მე გვიჭირს ჯერ ერთი რომ გვიწევს ამ ბავშვის მოტივირება და ეს თვითშეფასების ამაღლება, რომ რაღაც შეუძლია და თან ორმაგი შრომა უწევს მასწავლებას. თუმცა ესეც არ არის ხოლმე პრობლემა, ამ დროს ბავშვი გვიზიანდება. ანუ მასწავლებლის შრომა მნიშვნელოვანია, თუმცა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ზიანდება ამ პროცესში. და ამიტომ რომ არ დავაძიანოთ, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა იყოს ძალიან ესეთი ღრმა. თუ მშობელს აქვს კითხვები, პრობლემა არ არის. ამ კითხვებზე მასწავლებლებს შეუძლია პასუხი. შვენიერი, მარიამ, მოდი ამოვიღოთ შემდეგი თემა. უცნაური თაობა მოდის, ამათ არაფერი არ აინტერესებთ. ესაც ხშირად გამიგია, ხშირად მოდიან ხოლმე მშობლები და ამბობენ, რომ ჩემი შვილი ვერაფრით დავაინტერესე. შეიძლება ეს ეხებოდეს სხვადასხვა აქტივობებზე სიარულს. მაგალითად, შეიძლება თქვან, რომ აი ხან ეს უნდა, ხან ის უნდა, ხან საერთოდ არაფერი არ უნდა, ხან მეუბნება რომ აქედან გამომიყვანე, სადაც შემიყვანე, ამ თონც ცეკვაზე და მაგათ არაფერი ხო არ აინტერესებს ტელეფონის გარდა. აი ესეთი პრობლემით მოდიან ხოლმე და მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაციები გავცეთ. ბავშვებთ აქვთ მრავალფეროვანი ინტერესები, მაგიტომ უნდათ რომ სხვადასხვა რაღაცები დატესტონ და ამაში მხარი უნდა დავუჭიროთ. თუმცა მანდაც არის ბევრი ფაქტორი, რომელსაც გავითვალისწინოთ. თუ ბავშვი ამბობს, რომ ცეკვაზე სიარული მინდა, შეიძლება ცეკვაზე შეიყვანოს მშობელმა, მაგრამ ერთ თვეში თქვას, რომ არ უნდა. უნდა გავიგოთ, რატომ არ უნდა. ანუ აქ მნიშვნელოვანი არის, რომ არ უნდა იმიტომ, რომ არ გამომდის, გითხრას შეიძლება, ან თქვას, რომ აღარ მომწონს და ამ ყველაფერში მიზეზი უნდა ვიპოვოთ. როცა მშობელს უთქვამს, რომ მაგალითად ბავშვს უნდა რაღაცა ცურვიდან გამოსვლა, ჩვენ შევეკითხეთ მაგალითად მას, რომ აი რატომ აღარ გინდა ცურვაზე სიარული? ანუ დამეხმარეთ, იმიტომ რომ მე ინფორმაცია ვერ გავიგე. მშობელმა გთხოვა და იყო ასეთი ფაქტი და აღმოჩნდა, რომ რაღაცა იქ მასწავლებელი ყვირის. დაუშვათ ასეთ რაღაცა თქვა, ვერ ვისწავლე ცურვა. აი სხვას აღარ უკეთია დამცავები და მე ისევ დამცავი მიკეთია. ანუ ასეთი რაღაცეები. და მე უბრალოდ პროცესში მივყვებოდით მის საუბარს ამ ნაწილში და ვეუბნებოდით მაგალითად, რომ აი რო ყვირის, შენით რატო ყვირის? რამეს ვინც არასწორად აკეთებს, მაგიტო ყვირის თუ აი რატო ყვირის? აი რატო ხმამაღლა რატო შეიძლება ილაპარაკოს? მე ვთქვა, რომ აი დიდი სივრცეა და ჩუმად რო ილაპარაკოს, ხო ვერ გავიგებთ. აი ამით რაღაცნაირად ყვირის ფაქტორი შეიძლება მოიხსნას კიდევაც და ითქვას, რომ ვა ხო კი არ ყვირის, ან რო გაგვაგონოს ცოტა ხმამაღლა გველაპარაკებ, ხო? იმიტომ რომ შეიძლება სახლში არ არის მიჩვეული ყვირილის თემას, ან სკოლაში არავის არ უყვირია მისთვის და მოგეთ არ მოეწონა. მეორე ნაწილი შეიძლება იყოს ის, რომ დავუშვათ რაღაცა სხვას უკეთია და სხვას აღარ უკეთია და მე მიკეთია, აი რატომ რა შეიძლება ვერ გავაკეთეთ არასწორად, აი როგორ შეგვიძლია გამოვასწოროთ, აი ამაზე დაფიქრებას იწყებს და ამაზე დაფიქრებას რო იწყებს, მე მცდელობებს აგრძელებს სიარულით. და ერთ დღეს შეიძლება მოვიდეს და თქვას, რომ და იყო ასეთ შემთხვევა, რომ არ დაანება იმ ბავშვმა ცურვას თავი, მოვიდა და თქვა, მე დღეს კერდა გუშინ ვიცურავე დამცავის გარეშე და ისეთი მაგარი შეგრძნება იყო, აი ძალიან კაი, თურმე შემიძლია. ანუ ესეც მოტივაციის ნაწილია, ამიტომ რომ უნდა ვკითხოთ, შეიძლება რაღაცა იმიტომ არ უნდა რომ იქ რაღაცა ვიღაცამ ისე უთხრა რომ არ მოეწონა, ესეც უნდა ვიცოდეთ და ავუხსნათ, რომ ცხოვრებაში ასეც ხდება, რომ ვიღაცა გვეტყვის, რომელიც არ მოგწონება და როგორ შეგვიძლია ეს მას გავაგებინოთ, რომ ეს არ მოგწონს. ამიტომ ურთიერთობები დაალაგდა, ის ბავშვი ძალიან კარგი მოცურავია დღეს და ძალიან ბედნიერია ამით, რომ დავუშვათ
სამოყვარულო დონეზე, თუ მისთვის გასართობ დონეზე ეს პროცესი იცის და არ დაანება თავი. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ჩავეძიოთ ხოლმე. მე აი როცა ამბობენ ხოლმე არაფერი არ აინტერესებს, ამას იმიტომ ამბობენ, რომ თითქოს გონიათ რომ აი ერთი რაღაც უნდა აიღოს და იმას უნდა მიაქცოს ყურადღება. არა, მრავალი რაღაცის ცდა უნდა. უნდა იქ რო კარატეზეც იაროს და ბალეტზეც იაროს და ტანვარჯიშზეც იაროს. ამის შესაძლებლობა თუ გვაქვს ფინანსურად, რა თქმა უნდა, ყველაფერი ფინანსებთან დაკავშირებული, შეგვიძლია მივცეთ ამის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ფინანსურად არ გვაქვს, მას შეგვიძლია ავუხსნათ. უკვე ხა YouTube-ზეც ბევრი რაღაც არის და შეგვიძლია ამითაც ერთობლივად ვიმეცადოთ. უბრალოდ მნიშვნელოვანია სწორი კითხვები დაუსვათ, თორე ძალიან ბევრი რამე აინტერესებთ სინამდვილეში და ტელეფონის იქეთაც, ტელეფონშიც არის საინტერესო რაღაცები, რომელიც შეგვიძლია რომ ხელი მოუჭიდოთ და ის გამოვაყენებინოთ, სუსტად საინტერესო რაღაცები. ჩემო მოსწავლემ მაგალითად ტელეფონით ისწავლა პიანინოზე დაკვრა. იმიტომ რომ უყურებდა სხვა როგორ უკრავდა და ესეც იმეორებდა. რაღაცა შეიძლება არ ისწავლა აი ასე პროფესიონალურად, მაგრამ რამდენიმე სიმღერა რაც მას უნდა და ისწავლა. და აი ეს პროცესი მას ბედნიერებას ანიჭებდა. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დავაკვირდეთ რა აინტერესებს და მის ინტერესებს გავყვეთ. იმიტომ რომ ეხლა აქვთ ის პროცესი, როცა რაღაცები უნდა მოძებნონ. და იპოვნონ თავიანთი ინტერესი. შეიძლება ვერც იპოვნონ და მაგრამ ეცოდინებათ რა აღარ მოსწონთ. და ამით დაარეგულირებენ ყველაფერს. ამიტომ ეს გამოთქმა სტერეოტიპია ნამდვილად, თუმცა მნიშვნელოვანია, როცა ამას მშობელი ამბობს, სწორი კომუნიკაცია გქონდეს მასთან და ავუხსნათ ეს პროცესები. სამწუხაროდ ხანდახან როგორც მშობლები საუბრობენ თავენ ჩვილებზე, ამას ასე მასწავლებლებიც და საბოლოო ჯამში ბავშვს რომელსაც ერთი შეხედვით თითქოს არაფერი აინტერესებს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ უბრალოდ მშობელს რაც უნდა, შეიძლება ის არ ექცეოდეს ამ ბავშვის ყურადღების ცენტრში. მაგრამ ხო, აი გარი მთელი მაგია რომ უნდა მოხდეს ამ ბავშვის ნამდვილი ინტერესების აღმოჩენა და მაგის ახალისება მე. კი, საუბრითაც ჩემი მოსაყვარლო მამაც თქვა რომ დავდივარ ცეკვაზე მამიკოს ხათრით, იმიტომ რომ მამიკოს ძალიან მოწონს, შენ მოგწონს? აი როგორ თქვა იცი რა არის, აი ვერ ვიტყვი რომ არ მომწონს. თან გიხსნის, ჩვეულებრივად შეუძლია ძალიან კარგად გიხსნას ეს ყველაფერი და თან გეუბნება რომ იცი ვერ ვიტყვი რომ არ მომწონს, მაგრამ აი უფრო მიზარება ხოლმე. იმიტომ რომ სული და გული არ აქვს ჩადებული იმ პროცესში, ხო? მე რო ვუთხრათ მშობლებს რომ იქნება არ გინდა, ხო რაღაც არ მგონია რომ მამიკოს გული დაწყდება და ამიტომ მირჩევნია რომ ვიარო. ხო, მე უკვე მშობელთან შეხვედრის დროს ესეც გავაშხერეთ რომ იქნებ და ვფიქრდეთ მას უნდათ ვარ იქნებ დილაპარაკად ამ თემაზე და შეიძლება мотиваცია სჭირდება, შეიძლება მართლა არ მოსწონს რა და რატომ და იაროს. ხო, ანუ მე მინდა მშობელს არ ნიშნავს იმას რომ ბავშვსაც სუნდა. ხშირად არის ხოლმე რომ მშობლები თავის ოცნებას ბავშვზე იხდენენ ხოლმე. ბალეტზე მინდოდა სუსიარული და ამიტომ ბავშვი დადის ბალეტზე. არა. თუ მას არ უნდა დავაძალოთ რა თქმა უნდა. თუმცა შეიძლება იპოვნოს მისი საყვარელი სფერო და ხშირად ბავშვებიც ამას აკეთებენ რომ თითქოს ვიღაცას არ აწყენინონ. აი რადგან დედას უნდა, რადგან მამას უნდა, რაღაცა თითქოს რომ აღფრთოვანებული ხარ ამ პროცესით, ისინი ცდილობენ რომ არ გაწყენინონ ამ პროცესში და ამ დროსაც ვაზიანებთ პროცესს და ბავშვს. ამიტომ საჭიროა რომ ვკითხოთ, ძალიან კარგად აყალიბებენ თავის აზრებს. შეიძლება ბევრი კითხვის დასმა დაგჭირდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ ვიკითხოთ. მინიმუმ ვიკითხოთ და ვიცოდეთ ჩვენი ინტერესები ემთხვევა თუ არა ერთმანეთს. კი ბატონო. კარგი, მოდი ამოვიღოთ შემდეგი სტერეოტიპი. ბავშვს ფსიქოლოგთან რა უნდა? ხო, ეს მომენტებიც გქონია. ეს შეხედე როგორც აი სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან როგორ ხდება ხოლმე მოკლედ მშობლის დარწმუნება, რომ საჭიროებას წარმოადგენს ბავშვი მივიდეს ფსიქოლოგთან და ჩაერთოს სამშობლო პროცესში ფსიქოლოგი. კი, ამ პროცესებშიც ყოფილვართ ხოლმე, როდესაც მაგალითად მშობელი დაგვიბარებია ცალკე სასაუბროთ. ამ პროცესში ადმინისტრაცია უფრო მხარდამჭერია ხოლმე მშობლის, ვიდრე დამტუქსავი. საერთოდ ადმინისტრაცია უფრო მხარდამჭერი უნდა იყოს, ვიდრე დამტუქსავი პროცესის.
თუმცა ხშირად სტიგმატიზირებული არის ხო, ეს რომელიც საკითხი და გიწევთ რომ კი. გამორჩეულად ეთიკურები იყოთ საჭიროების გადაცემის დროს, რა ხო. ის ახსნის დროს, რატომ? კი, ძალიან რთულია უფრო ხსნით ხოლმე მაგ დროს ფაქტებს, რომ ჩვენ ეს შევამჩნიეთ, უფრო ხსნით ხოლმე რომ მაგალითად ასე და ასე ქცევა, ასე და ასე გრძელდება, ეს და ეს ხდება მაგალითად სტყვაზომბობ შეიძლება ეს იყოს კითხვის სირთულესთან დაკავშირებული. იმიტომ რომ ჩვენ სპეციალისტები არა ვართ და არ შეგვიძლია გადავამოწმოთ ეს დისლექსიის ან დისგრაფიის შემთხვევა ხომ არ არის ჩვენ შეგვიძლია გამოთქვათ ვარაუდი, მაგრამ ამის გაჟღერება ამ მშობელთან არ არის ადვილი. ამიტომ ვთხოვთ ხოლმე, რომ იქნებ გადაგვემოწმებინა მაგალითად შეფასებით. შეფასებაც ამას ხედავენ მშობლები, ცოტა იშინათ ხოლმე მშობელთა კატეგორიას, ზოგი იმჩნევს ამში და გეუბნება, რომ აი რაღაცა ვიცი რა არის ღელავ ხა და აი რამე ხომ არ არის სერიოზული ამ მსგავსი, უბრალოდ მანდაც სწორად უნდა ავხსნათ, რომ შეიძლება კითხვის სირთულე გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორების გამო. შეიძლება დამატებითი მეცადინება გვჭირდება, შეიძლება დამატებითი ტექსტების ცვლილება გვჭირდება. ჩვენ ყავდა მოსწავლე, რომელს მშობელსაც ვთხოვეთ, რომ გადაგვემოწმებინა ეს საჭიროებები ბავშვთან მიმართებაში. აღმოჩნდა რომ ქონდა დისლექსია, რომელზეც ეჭვი ჩვენც ჰქონდა და დისლექსიის მქონე ბავშვებს კითხვის სირთულები აქვთ. შეიძლება პერიოდეთ ასოე პერიოდეთ ერთმანეთში და ანუ ეს მისთვის და კითხვის პროცესი საკმაოდ დამღლელია მისთვის. სწორედ ამიტომ მე უკვე ისეთი ტექსტების შერჩევა დავიწყეთ, რომელიც უფრო მოკლე იყო, შეიძლება დიდი ტექსტები დაგვევიწროვებინა, რომ მისთვის სირთულე არ ყოფილიყო, ასევე დავიწყეთ ტექსტების ჩაწერა, დავუშვათ მასწავლებელი წერდა თვითონ და ის უსმენდა და მარტო ის აყოლებდა. ანუ ესეც მნიშვნელოვანია ჩვენ რო ვიცით უკვე სკოლამ რო იცის დავუშვათ ან მასწავლებელმა ამ შემთხვევაში, რომ ესა და ეს სირთულე აქვს და ეს გამოწვევა აქვს ბავშვს, მის მიხედვით ვარგებდით ყველა დავალებას და ამოისუნთ, გაუადვილდა და მისთვის ქართულის მეცადინეობა ნებისმიერი საკითხავი იყო, აღარ იყო ტანჯვა წამება. უკვე ამისგან სიამოვნებასაც ღებულობდა პროცესისგან და რომ გებულობდა, აი ტექსტის ბოლოში რომ ჩავიდოდა და გებულობდა ყველაფერს, რაც იქ იყო და არ იტანჯებოდა კითხვის პროცესში, აი თვითონ გრძნობდა კმაყოფილების შეგრძნებას. ეგ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენთვის. ამიტომ მანდაც მნიშვნელოვანი არის სწორედ იმოწოდოთ ინფორმაცია, დავუსახელოთ რა გვიჭირს პროცესში, ვკითხოთ მასაც ხომ არ უჭირს სახლის სიტუაციაში და ამავე დროს უთხრათ, რომ აი ჩვენ შეგვიძლია ასე გადაგამისამართოთ დავუშვათ, რომ იქნებ შევაფასოთ. აქ შეფასება არ არის რაღაცა ისეთი ცუდი სიტყვა. პირიქით, ეს პროცესი ეხმარება ბავშვსაც, მშობელსაც და მასწავლებელსაც იმაში, რომ სწორად დაიგეგმოს სტრატეგია, რომ ბავშვს დავეხმაროთ სწორად მიიღოს ეს ინფორმაცია. თვითონ ბავშვებიც ამბობენ ხოლმე თუ მაგალითად სახლში გაუგიათ, რომ ფსიქოლოგთან უნდა მივიყვანო, მე ამბობენ ხოლმე, რომ ხვალ დედამ ფსიქოლოგთან უნდა მიმიყვანოს. და მე უკავშირებენ ხოლმე სხვადასხვა ფაქტებს, თუ ამაზე ხილავენ თვითონაც. მაგრამ თუ სწორად იმაწვდებთ ინფორმაციას, რომ აი თუნდაც იცი რა არის, აი მგონი აი ამაში ცოტა გაგვიჭირდა და ეხლა რაღაცნაირად გადავამოწმოთ ეს ინფორმაცია, ხო? როგორ შეგვიძლია რომ აღარ რომ დავეციოთ, ანუ კარგად წავიკითხოთ, ან თუნდაც აი როგორ შეგვიძლია რომ თუნდაც мотивация მოვიმატოთ ამით, ხო? მე ბავშვიც ამ პროცესს მაგრა ეხმარება თვითონ და ცდილობს რომ გააკეთოს, ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო მოთხრობებია და წიგნებია ზუსტად ამ დისლექსიასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიც არის ეს. თუმცა არის სხვა გამოწვევებიც ასევე, მაგალითად ეს დისლექსიას ეხა უბრალოდ მაგალითადგან მოსწავლეს ეხებოდა მხოლოდ მაგიტომ მოვიყვანეთ, თუმცა არის სხვადასხვა გამოწვევებიც, ეს შეიძლება ქცევითიც იყოს, რომელიც საკლასო გარემოში იყოს და ვთხოვოთ უბრალოდ მშობელს, რომ ფსიქოლოგთან ამ შემთხვევაში შეფასებაზე წაიყვანოს. და მერე უკვე დაიწყოს თერაპიები თუნდაც. და ეს ბავშვს ძალიან ეხმარება, მშვიდდება, წნარდება, არის ეს და სწავლაზე უფრო ორიენტირებული ხდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც არის, რომ თუ ბავშვი არ არის მზად, მისი ემოციური მდგომარეობა, ანუ სოციოემოციური მდგომარეობა არ არის მომზადებული სწავლისთვის, რაც არ უნდა უთხრათ, მაინც ვერ ისწავლის კარგად. ანუ მაინც ვერ იქნება კმაყოფილი ვერც მშობელი და მე აქეთ მოდის მაგალითად ადმინისტრაციასთან მასწავლებელთან თითქოს რაღაცას ვერ სწავლობს ბავშვი და თვითონაც არ იგრძნობს თავს კარგად ბავშვი. იმიტომ რაღაცა მუდმივად ხილავს მისი მშობელი მის სწავლა განათლებას. ამიტომ
ამასაც ვთხოვთ ხოლმე, დავუშვათ რომ შეიძლება ეს თერაპიული პროცესებიც ძალიან დაგვეხმაროს, ჯგუფური თერაპიული პროცესებიც ან დაგვეხმაროს ან ინდივიდუალური, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვთან ყველაფერი დაგვილაგდეს შინაგანად, რომ მერე სწავლის პროცესი მისთვის დამაზიანებელი არ იყოს, სასიამოვნო გახდეს. ხო, კარგია, როცა სკოლას თვითონ ყავს ფსიქოლოგი, მაგრამ მგონი ყველა სკოლა არ არის ამით განებიურებული, განსაკუთრებით საჯარო სკოლები, ყველაც შემოჩნევია. მაგ დროს რეალურად არც და კიდევ უფრო დამატებით პრობლემები იქნება ხოლმე, სად მოძებნონ, ვის მიმართონ და ასე შემდეგ. კი, რეალურად არც კერძო სკოლის, ვისაც ყავს ფსიქოლოგი, არც იმ ფსიქოლოგს არ აქვს უფლება, რომ დავუშვათ გადამისამართების გარეშე თვითონ შეაფასოს ბავშვს, ამის მექანიზმები, ანუ არ არის სწორი ამ შემთხვევაში სკოლაში ბავშვი შეფასდეს. ამის სპეციალური დაწესებულებები და ცენტრები არსებობს, სადაც ფასდება და ამის მექანიზმები არსებობს სპეციალური. შესაბამისად, ყავს თუ არ ყავს მაგის მიუხედავად, მაინც გადამისამართება უნდა მოხდეს ცენტრში და არა დავუშვათ ადგილზე. ეს თუმცა ალბათ როცა ხდება სტატუსის მინიჭება, თუ ამ საჭიროება არის. ხო, თუ რაღაც ტიპის ქცევით პრობლემაა, სკოლის ფსიქოლოგს არ შეუძლია გამდირექტორ სკოლის მოსწავლე არის. კი, რა თქმა უნდა, სტრატეგიები შეიძლება ქცევასთან დაკავშირებით დაიგეგმოს, მაგრამ თუ მაგალითად ისე რომ რაღაცა რამდენიმე სტრატეგია იყო, მაგრამ არც ერთმა არ იმუშავა ის აქტიურად, შეიძლება აქ არის სხვა ფაქტორი უკვე და მაინც შეიძლება ითხოვოს მასწავლებელმა, რომ ან ფსიქოლოგთან და ადმინისტრაციასთან ურთიერთობით ამ შემთხვევაში რომ ბავშვი გადამისამართდეს ცენტრთან და იქ მოხდეს ამ პროცესების სწორად ხო ქცევას ჯარს რა თქმა უნდა სხვა სტრატეგიები რომელიც გეგმება თუმცა ეს არის აი რომ თქვათ ჩვენ რაღაცა გზები მოვძებნეთ ამოვწურეთ ჩვენი თავი ანუ მეტი ბერკეტი არა გვაქვს შესაბამისად ეხლა საჭიროს რომ გარედან დაგვეხმარნონ და გვითხრან რა შეიძლება დამატებით გავაკეთო ამ დროს მაგალითად ყოფილა ასეთ შემთხვევაში როცა თერაპევტი ეცრება გაკვეთილს და ხედავს ბავშვის ქცევას და ამაზე იძლევა მე რეკომენდაციებში რომ მასწავლებელი იქ ქცევა არის სწორად ბავშვთან მიმართებაში ხო შეიძლება თან გარემო არის ისეთი რომელთაც რაღაცნაირად გავაუმჯობესოთ ამ ბავშვისთვის შეიძლება დასვენებები უნდა შევთავაზოთ შეიძლება მასალა არ უნდა მივცეთ ამდენი ხო და უფრო ნაკლები მასალა უნდა ამ პირიქით შეიძლება დამატებითი ანუ მაგალითად ძალიან ინტერესდება მათემატიკით მე რო კლას ვაძლევ ორ ფურცელს შეიძლება ამას 4 უნდა ხო ანუ ამ ყველაფერს რეალურად ერთიარო დაკვირვება გუჩნებს და მეორეა რომ გარედან დამხმარე ადამიანს გუჩნებს რომ ის მესამე თვალია რომელიც სხვა პროცესებს აკვირდება კიდევ რაც აი ბავშვის ირგვლივ ტრიალებს იმას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია მშობელთან და ფსიქოლოგთან მიყვანა. თქვენ ყავდათ ფსიქოლოგი წინაზე და ძალიან საინტერესოდ ისაუბრა. ფსიქოლოგთან მიყვანა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა საოცრებას ჭირს ბავშვს. ეს არის დამხმარე, მხარდამჭერი ნაწილი ბავშვის. და აქ შემოდის კიდევ ერთი ფაქტორი გარემოდან ცენტრები თუნდაც ან თერაპიული პროცესები რომელიც ბავშვს ეხმარება და ჩვენც გვეხმარება რომ ბავშვს უფრო უკეთესად დავეხმაროთ. კი ბატონო. მოდი შემდეგი სტერეოტიპიც ამოვიღოთ და გავაგზავნოთ ეს საინტერესო საუბარი. აი, ორი ამოვიღე ერთად. კარგი, 7 ბავშვი არ შეგაწუხებს. ეს ნაწილი მაგალითად მშობლების ფრაზა არის, როდესაც ბავშვი გადაყავთ, ან შეყავთ სკოლაში. კი, ძირითადად თვითონ ხედავენ ხოლმე რაღაც პრობლემას და მაგდან გამომდინარე საქმის კურსში აყენებენ ხოლმე. მოკლედ, რა ამბავია და რა შემთხვევაზე გვაქვს საუბარი? კი, ორ ვარიანტში ხდება ხოლმე ასე, ძირითადად შემთხვევაში, როცა ადმინისტრაციის წევრი ხარ, ბავშვთან მიმართებაში რაღაცა საკითხები უნდა გამოიკითხო. ხო? სანამ მაგალითად ის საკლასო სივრცეში შევა, იმიტომ რომ საკლასო სივრცეში რომ შევა, დამრიგებელმა გარკვეული ტიპის ინფორმაცია ბავშვზე სასურველია რომ იცოდეს. ასეთი ინფორმაციები შეიძლება იყოს, რომ რა უყვარს, რითი ინტერესდება, რას თამაშობს, თავისუფალ დროს რას აკეთებს. დავუშვათ დედასთან და მამასთან თავისუფალი დრო, ანუ დედასთან და მამასთან ერთად რას აკეთებს, ძირითადად ვისთან არის, ხო, ანუ კომუნიკაციები ვისთან აქვს, რა თამაშები მოსწონს, რომელიმე ის საყვარელი გმირი ანიმაციური და შეიძლება მასწავლებელმა ისეთი აქტივობები დაგეგმოს, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იქნება ამ ბავშვის ინტერესებს, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ ბავშვი საკლასო სივრცეში შემოვიყვანოთ უმტკივნეულად, იმიტომ რომ თუ ბავშვი გადმოდის, მნიშვნელოვანია კიდევ რა
რა გამოცდილებით მოდის. შეიძლება მოდის რომ კონფლიქტური გარემოდან მოდის, ან ბევრი კონფლიქტი ქონია კლასში. შეიძლება ითქვას რომ აი დავუშვათ იქ სწავლა-განათლება არ მომწონდა და მშობელმა მაგიტო გადმოიყვანოს. ხო, ანუ რა ბექგრაუნდით მოდის, ასე ვთქვათ, ეს ჩვენთვის რა გამოცდილებით მოდის, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. და საერთოდ სკოლისთვის დამნიშნულოვანი უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ამ ინფორმაციას ვაწვდით დამრიგებელს და დამრიგებელი მე შესაბამისად გეგმავს აქტივობას, რომ ამ ბავშვის შემოსვლა კლასში იყოს ძალიან ისეთი, ანუ ადაპტირება არ გაუჭირდეს. როდესაც მშობლები ამბობენ ხოლმე, რომ ძალიან წყნარია, ძალიან მშვიდია და არ შეგაწუხებს, ჩვენთვის რაღაცა მხრივ განგაშის სიგნალი უნდა იყოს. და რატომ? ბავშვია, სინამდვილეში უნდა იყოს ბევრ ნაწილში და ბევრი ფსიქოლოგებისგან ბევრ ვიდეოში მოისმენთ იმას, რომ ცელქი, რაღაცა ისეთი ბევრ კითხვებს უნდა სვავდეს, ხშირად არის მშობელი, რომელიც იძახის, რომ ანუ არ შეგაწუხებთ, რომ ბევრ კითხვებს არ დაგისვამთ და იჯდება თავისთვის ჩუმად და თუ არ კითხავთ, შეიძლება არ გიპასუხოთ არაფერი. ანუ ეს არის პრობლემა. ეს არის რაღაცა ტიპის გამოწვევა და ამაზე აუცილებლად ყურადღება უნდა გავამახვილოთ. იმიტომ რომ რეალურად ეს ბავშვი არის, რომელიც პირიქით კითხვებს უნდა სვავდეს, პირიქით უნდა გვესაუბრებოდეს, თავისას გამოთქვამდეს, ხელს იწევდეს, ანუ ეს პროცესები აქტიური უნდა იყოს ამ ნაწილში, ხო? თუ გვეუბნებია რომ 7-ია და ხმას არ იღებს, ესე იგი რაღაცა ხდება, ან თვით შეფასების ნაწილი გვაქვს დასამუშავებელი და ამ ბავშვთან მაგაზე გვაქვს სამუშაო, ან საკლასო გარემოს შიში აქვს და შეგვიძლია მაგაზე ვიმუშაოთ. მოკლედ უნდა ვეძიოთ რასთან გვაქვს საქმე. თუ მშობელი მოდის და გვეუბნება რომ ცელქია, ხმაურიანია, ბევრ კითხვებს აქვს, პირიქით ეს არის ძალიან ისეთი დადებითი ნაწილი, იმიტომ რომ ესე იგი მას აქვს ეს თვით გამოხატვის ძალიან მაღალი განცდები და ეს ძალიან გვეხმარება კიდევაც პროცესში. მე ანუ ვიცით უკვე რომ დავუშვათ შეიძლება კითხვებით ასვას და ეს ძალიან კარგი, ანუ ყველაფერზე უნდა ვუპასუხოთ. მას და ეს ინტერესი უნდა დავაკმაყოფილოთ. ამიტომ მშობლის პასუხები, როცა ბავშვის შესახებ ინფორმაცია გვინდა, ძალიან ინფორმაციულია, თუნდაც ორი სიტყვა გითხრას, თუნდაც ეს გითხრას მხოლოდ, რომ ძალიან ჩუმად არის და არ შეგაწუხებთ არასდროს. ხო? ეს პრობლემაა. ამას უხსნით მშობელსაც, მე ოღონდ უკვე პროცესის მერე, როცა ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, მე ვუხსნით მშობელს, რომ ამ პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ და ვუთხრათ, რომ რატომ გაჩნდა ეს პრობლემა, რატომ გვაქვს ეს გამოწვევა. გაიჩნდა თუ თვით შეფასების ნაწილია, თვით შეფასებაზე ასე შემდეგ. შეიძლება სახლის გარემოში იყოს სხვანაირი ბავშვი და ეს აუცილებლად ეგრე იქნება და სკოლის გარემოში სხვანაირი და ამასაც ვარკვევთ ხოლმე მე ერთიანად. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრებით არის მასწავლებლთა და ადმინისტრაციის როლი, რომ ბავშვებს სრული ინფორმაციას ფლობდნენ, როცა ამ ბავშვი სკოლაში მოვა. თუმცა რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი არის კლასში და ყველაზე ინფორმაციას ფლობდა, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, თუმცა მინიმალური მაინც რომ იცოდე, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, გეთანხმები. მაგრამ ძალიან საინტერესო საუბარი იყო, მე თვითონ ძალიან ვისიამოვნე და მგონია რომ მშობელი, რომელიც დაინტერესებულია მსგავსი თემებით, თუნდაც მასწავლებელი, სასარგებლო იქნება მისთვის ეს პოდკასტი და რაღაცნაირად გასათვალისწინებელი. ის მაგალითები, რომელიც მოიყვანე, როგორ შეიძლება რა მეთოდებით შეიძლება რომ სწავლის ხარისხი გავაუმჯობესოთ, ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ეგ და გაითვალისწინებენ. მოკლედ გისურვებ ჩვენ თვითონ წარმატებას საქმიანობაში, მიხარია რომ ხარ ამ სფეროში. ჩვენ შევეცდებით რომ ბევრ საინტერესო თემაზე შემოგთავაზოთ სტერეოტიპული მოსაზრებები, რომელსაც მე უკვე ვისაუბრებთ სიამდვილეში როგორ არის და როგორ სჯობს. კომპეტენტურ ადამიანებს მოვიწევთ ხოლმე, ეს ყოველთვის ესე მოხდა და ვამაყობ ამით. და იმედი მაქვს რომ რაღაც სასარგებლოს გავაკეთებთ ადამიანებისთვის. აბა, ნახვამდის.